გაფართოებული საეკლესიო კრება, სადაც საქართველოს 152-მე პატრიარქს აირჩევენ, ოფიციალურად გაიხსნა. კრების თავმჯდომარე მიტროპოლიტი შიო მუჯირია. მოსაყდრემ დელეგატებსა და ეპისკოპოსებს მიმართა და დღის წესრიგიც გააცნო. მანამდე კი კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს. კენჭისყრის დაწყებამდე კრება დახურულია, ტრანსლირება ხმის მიცემის პროცედურის დაწყებისას აღდგება. პრორუსი ლევან ვასაძე, გოგა ხაინდრავა, ლაშა პაპაშვილი, ჯაბა სამუშია, მაკა ასათიანი და სხვები. დელეგატებსა და მოწვეულ სტუმრებს შორის საერო პირებიც არიან. ნაწილი მათგანი მცხეთა თბილისის ეპარქიის დელეგაციას წარმოადგენს. მინდა და ვფიქრობ, რომ მეუფე შიო გახდება პატრიარქი, თქვა ლაშა პაპაშვილმა. მისი თქმით, არასწორია ინფორმაცია, რომ ბიზნესმენები ვინმეს ლობირებენ. კობულეთში იაპონელ ველომოგზაურსა და ხელოვანს ველოსიპედი და პირადი ნივთების ნაწილი მოპარეს. ნაუია ტაბიბიტოს თქმით, უკვე დაუკავშირდა პოლიციას და ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. შემთხვევა 9 მაისის ღამეს მოხდა მოპარული ველოსიპედისტის მსოფლიოს გარშემო მოგზაურობდა. სურს ქართულ პარტნიორებთან ახალი ფურცელი გადავშალოთ, განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ანდრი სიბიჰას განცხადებით, უახლოეს მომავალში მოლდოვაში ბოჭორიშვილთან შეხვედრას გამართავს. ჩვენს ორმხრივ დღის წესრიგში არის რამდენიმე სენსიტიური საკითხი, მაგრამ წინსვლისთვის მზად ვართ, თქვა სიბიჰამ.